დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი კი არის ბაჩო ქაჯაია. ოლეგა, როგორ ახარ? მადლობა. როგორ განები? აი, დაგე. როგორ ოლეგა? რა მახარ? კარგად, თავად როგორ გიგო? კარგად და გიხარია რომ სტუმრად ხარ ჩვენთან. შვენიურად და მე განსაკუთრებით მიხარია ბაჩოს დანახვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმი მაქვს იმისკენ, რომ ჩვენ ევროკავშირში შევალთ, იმიტომ რომ შენ გიყურებ. და ხვდები რომ ჩვენ მართლა ევროპელები. მართლა ევროპელები და თავისუფლად შეიძლება გერქვას ბაჩო სვენსონი. ან მაგალითად ბაჩო შტაინვაიზა. თავისუფლად, მაგრამ ძლევს ოღონდ თავარი ეგ არის. ოლხეთი მაინც რა არის, ჩვენი გადარჩენა. ბაჩო, მოდი პირველ რიგში მიულოცოთ ახალი სერიალი და წარმატებით. უკვე მეორე სეზონი, მეორე სეზონი, მაგრამ ახალი. თქვენს გილოცავთ? მადლობა. მოკლედ, სერიალში ყველაფერი კარგად არის. კი, მშვენივრად, არაჩვეულებრივად დავიწყეთ მეორე სეზონი. და უფრო ესე საინტერესო და უფრო ჩახლართულად. რაღაცნაირი სახე მიეცა სიტკომს რა, ეხლა ჩვენ შემთხვევაში რა. სიტკომ დეტექტივი გახდა რა. კი, ესეთი არის რა. ძალიან ჩაიხლარდა და კარგი განხლართვებიც არის რა. ხო, კარგად. თუ ჩახლართები შესაძლოა უნდა იყოს განხლარდა. აუცილებელი. ხო, სიტკომი ესეა, რომ იწყება თავიდან ყოველთვის ესე უყურებ რაშია საქმე რა. ყოველთვის ესე და აი მე მთავარი მისია არის რომ აი ყურებაში და რაშია საქმეში გამოვიდეს ის რომ მე ჩაუჯდე და უკვე სისტემატიური მაყურებელი გახდე როგორც ილოა. იცი რა ჩვენ თემას გქონდა შოუ ბიზნესი, ქართული შოუ ბიზნესი და ჩვენ ტრანსპორტზე ვსაუბრობდით რა. ხო. იცი რა მაინტერესებს შენ რითი მოძრაობ მოკლედ ესე შინაურულად რო გკითხო. მე ძირითადად კვირის დღეებში დატვირთული კვირის დღეები როცა არის მოძრაობ მოპედით. უიდედა. აი, იმსახურებს მეგობრებად. აი კოლეგა შენ შეგიძლია უთხრა. იმიტომ რომ ერთით მეტი ორბორბლიანი ტრანსპორტი, ერთით ნაკლებ 4-ბორბლიან ტრანსპორტს ნიშნავს ქალაქში მეგობრებო. ეს ძალიან დაიმახსოვრეთ. გავა დრო და ამ წმინდა სიტყვებს დააფასებთ აუცილებლად რა. კი, მოკლედ რაღაცნაირად მეც რო გითხარ ახლა ამ სექტაში მეც რაღაცნაირად შევედი და ან ნასიამოვნები და კვირის დღეებში. კი. ხო, აბსოლუტურად სხვა დროით ცხოვრობ. ანუ იცი როგორი რაღაცა პირველად დავჯექი რა მოპედზე. ესეთი აი რაღაცნაირი შეგრძნება იყო. ესეთი რა ხო რა. სულ მინდოდა თან რა ეს რაღაც ბავშვობაში და იმის მერე რაღაც მე მანქანები უფრო მიყვარს თუ რაღაცა და პირველად რომ შემხვედრი მოპედი ან მოტოციკლი ან რაღაც და რომ მომისიგნალა მე რაღაცა უკვე სექტაში რა ერთხელ მოვეთქი შეიძლება დამთხევა უბრალოდ ფარი მაქვს ანთებული დანი შორს და უჭყიტი რა არა მეორეც როცა მესამე და მივხვდი რომ რაღაცნაირი ის არის რა ქვია აი უვლიან ერთად. აუ, იცი რა იდეა. ხო არ გინდათ რომ მე შემოგერთებოდით სექტაში და ზოგადად ანუ მსახიობები ან მაგალითად ჩვენი პროფესიის ხალხი თქვა შოუმენები გავერთიანეთ და გავაკეთოთ პაჩები გავიკეთოთ. უკან. შენ დაგვეხმარები მაგაში, გვექნება ჩვენი ტყავის კურტკები, პაჩი ყავს რაც არის, როცა რომელიმე წევრი ხარ რაღაცა ერთი სექტის და ვიქნებით პაჩებით ვივლით ძალიან მაგარი იქნება მე მგონი. ყველა კოლეგა ვიქნებით აბსოლუტურად 50-იანების რა. 50. რაღაცები რო გახი. ძალიან გრძელი ის როა. აი, კოლონა. კაი, მოპედთან დაკავშირებით გავიგეთ, მანქანაზეც ხო არ გაქვს რაიმე ისტორია? მანქანაზე მაქვს. გაქვს? კი. არის. ეგ არის. მე ჩემი მეგობარმა ყველასთვის ცნობილმა ჯაბა კილაძემ. იესალმებით ჯაბას. ჯაბას. მთხოვა რომ რაღაც ჩემი მანქანაო გაფუჭებულია და სადღაც მოკლედ საქმეზე უნდა წავიდეო და მათხოვა შენი მანქანაო და მაშინ მყავს Mitsubishi Io. აი დაახლოებით ის პერიოდი არის რომ ეხლა რო პრიუსები დადის, აეგრე დადის Mitsubishi Io. Io-ის ეპოქა რო იყო. კი, ყველას და იყო 2-კარიანი და 4-კარიანი რა, შესაბამისად. ხო და მოკლედ თან ჩემი იყო ვერცხლისფერი ყველაზე ესეთი. ხადა ხო, ნუ ესეთი. ხადავოი ქართულად როგორ უნდა. ქართულად გასავლიანი. მიწები და ჩვენ ყველაზე გასავლიანი. ვიტყურებთ. ხო და მოკლედ წავიდა ვაკეში, ძლივს გააჩერა სადღაც მანქანა და ავიდა თავის საქმეზე, მოიარა და მოვიდა და მანქანასთან მივიდა წინ ტაქსისტები დგანან.
გაჩერებაზე და ეს მივიდა მანქანასთან და აღებს და ვერ აღებს რა ამას და ნუ აი იქიდან ძალიან ბევრი და აი და ჯაბა სანდრო ეძახენ აი მე ეს მართლა შტერიათ რაღაც რაღაც ნერვები ეს ამას ეხა ხო ხდები თავიდან რომ გაიცინებ რა ნუ მაგრამ ეხა იქიდან არ არის ბიჭო ეგ შენი მანქანა ახ ამან ერთი კი ვიფიქრეო საიდან იცი რომ ჩემი ნათხოვარი რომ ნათხოვარი მაქვს ხო ვიცი რა თუ რაღაცა გულში ვფიქრობ თან და უკვე ძალიან დამწინია რაღაცა ძალიან ევრები მოშლილი და ბიჭო მერე მივხვდი რომ სხვა მართლა სხვა მანქანასთან დგავარ და ნათხოვარი სხვა მანქანა ერთი ორი მანქანის იგი დავინახე შენი მანქანაო და მივედი გავაკეთე ერთი სული მქონდა რომ თი ჩახტება და გამოვიდა შენ ახლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის რა ხო პირველ რიგში ასოცირდება ღიმილთან და იუმორთან. შესაბამისად, მე მაგალითად სულ პრობლემა მქონდა ის, რომ ანუ სერიოზულად რო ვიყავი, მაშინაც ეგონათ რომ რაღაცას ხუმრობდი, ანუ გადავდი და რომ ილო როგორ ახარ და ბიჭო რა ვიცი რა, ეხა გავიღვიძე და მაგრა თქვი, არ მიხურე რომ მარტო ეხლა გავიღვიძე. და მეორე ვარიანტი რაც იყო ხოლმე რომ რაღაცაზე ლაპარაკი იყო, ეხა წახვალ მოყვები შოუში, ხო? უნდა მოყვე? არ ყვები თუ რა? ხო, ფაქტობრივად შენ თუ ქონია ეგ შემთხვევა რომ როდესაც საუბრობ, გინდა თუ არა გონიათ რომ ხუმრობენ. კი, რა თქმა უნდა, მქონია. ანუ ობრაში ხარ, ხო? ხო, და ის არის მაგ დროს არის რომ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში შენ ვარდები რა რომ ხო. ცოტა რო გელოდებია რომ ახლა და შენ ძალიან ჩაულებრივად რაღაც ეგ იმედი ხო არ მოსწონს რა არ მოдай მეცელოდე რაღაცას ელოდა ელოდა არ ცხოვრებაში აი ხო რაღაცა ხო აი თავიდან გიკეთეს რა მე ინტერეს კარგავს და დიმიტრია წავალეთის ხოლმე ნახო მე ეგ არის როგორ იცი რა აი რაღაცა მაგაზე ვინც თან ხდება კი არა ვინც ეპუება ამას მან დამთავრებს და მე ისიც ძალიან ჩაულებრივი მაგრამ არსებობენ ადამიანთა გარკვეული კატეგორია რომელიც არ ეპუება და გეუბნება რომ აი ხო ბიჭო მიდი ეხლა თქვი რაღაც ეკრება რაღაც შენახება მე მქონია და მე დავამუღამე ძალიან მაგარი რაღაც რა იმიტომ ძირითადად არის ხოლმე რა რომ თუ ესე იგი ვიღაც სადღაც ქუჩაში ვარ ან ზაფხულში ან ესე ხშირი შეხება მაგდროს ან შვებულებაში ვარ, ან იმ დღეს არ ვმუშაობ, ხო? და მეუბნები რომ არა, დღეს არ ვმუშაობ. ძალიან გამოსწორებული. ეგ სხვადასხვა ძალიან ისეთი წარმატებული ხუმრობაც აღმოჩნდა. აი ეხლა იხულა, აი. ანუ ისეთი პასუხია ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგად ჭრის. ეს მქონია მაღაზიაში რომ შერბი ხარ რაღაც ან აგვიანებ იქა სამსახურში უცებ რაღაცა გინდა სახე აშლილი დილი და გამორბი ხარ და ის მომეცით რა ჩქარა და ის ტელევიზორში რა მხიარული ხარ? აღერა დაგემართა. რა მუშაობ იქ რა. ეხლა ბაჩო, ძვირფასო ბაჩო, ესე იგი ჩვენ მარტო სალაპარაკო და ისტორიების მოსაყოლად არ მოგიყვანეთ აქ. აბა, შენ არაჩვეულებრივი თამაშები გელოდება, რომელსაც გზა და გზა გაგაცნობ. მზად ვარ! ასე მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით ლიდერ ბეთის ოთახში და შემოგთავაზებთ კიდევ ერთ თამაშს. ბაჩო, შენ შემოგთავაზებთ ანუ რა. ესე იგი რაში მდგომარეობს? ამ თამაშს ქვია. აი თავაზობ რა. ამ თამაშს ქვია კინოობანა. ხო გითამაშია ბავშვობაში? კინოობანა კი. კინო. აი ეგ არის კინოობანა. ეხლა უნდა ვითამაშოთ. მაგაზეც დავდიოდი. დადიოდი ხო? აი ეხლა გამოჩნდება ყველაფერი. მოკლედ, სათაურები დევს ამ ფურცლის ქვეშ, მთავარი ბიჭების ქვეშ. შენ და ილო ხართ ჯგუფში, გუნდში, მე და ნიკო გუნდში ტრადიციულად და ერთმანეთს უსიტყვოდ უხსნით კინოს. ხოლოდ მოქმედებით. ხოლოდ მოქმედებით. კი ბატონო. აჰა. ასაგები. კარგი, ვინ იწყებს? მოდი ის ხوار ვითამაშოთ. ჯეირანი. მოდი ვითამაშოთ უცბად. სამამდე. დაწყებაზე. ჯეირანი. 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 დაიწყე. ჰა. ოჩახით. ჩვენი სახელით მე კიდე ბევრჯერ მოვიდა. კი. აბა რა გავაკეთო? მოდი ილო აიღე მაშინ პირველი სათაური ფილმის. უნდა არ შეხედოთ, ჩვენ გავიხედოთ. ბაჩო, არ ტრადიციულად. უყურები ხომ ის ქვემოდან ხო ვერ მე და სტუმარი ვიგებთ ხოლმე და ჩვენ დღეს ერთი გუნდი ვართ საქართველო და მოვიდეთ კიდე. აბა. ჩანს. ვაიმე. ვაი შენს წერს და ავად მახსენებელს ილო. დაკეცე და ჩაიდე ჯიბეში. ერთი წამი. მე გვაჩვენ. ხელი ფურცლები გავს. ხელი ფურცლები. ვუფრთხილდებით გარემოს. ნახე. ფილმს მიხსნი ხო? ხო. ხო, რაღაცა. ფეოლა.
თვითონ ვერ გავიგე. ჯერ არის ჩქარო, არის ანუ ჩქარო. თუ არის ჩქარო, არის ჩქარო და არა, შეუძლია? ორი ვერსია, მე ერთიც და გქონდეს კიდე. ხო? ხო? ვახ, რა საერთოდ. მე შემიძლია 4 ვერსია. მე ვიცი. მართლა? ის ჩავიდა. ეს ეძახის. ხო. კენწლის. სიტყვა არ გამოვიდა დაარტყა პენალი. გადახტა? რაღაცა ახალი თამაში მოიგონა. აჰა. იდემ. ვახ. ბურთი და მოედანი. არა. ეს ვერსია თუ ყავშა. რაღაც ბურთთან კავშირში როა მიხვდა. და მიახვედრა, მაგრამ შემატკივრები ისა ცურავს. და რას ლაპარაკ? რა, ეს ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა. ნახე. ერთი გაფრინდა. პირველი მერცხალი. მე იმასე იასონარო გამოვიდა. დიახ. მე იცი რა მეგონა ეს რო ეძახდი? ბესი, აი გაღარიბე. ძალიან ერთმანეთს მაგების ეგე. მაინც ახლა ნიკო მიხსნის. არა, ვანიკო, შენ. მე გიხსნი შენ? მოდი ესე გადაწყვეს, ასე ჯვარედინა თუ როგორ არის. მეკარეობა უნდა. რატო ვიხედები სხვაგან მე ვიღებ. დაახურეთ. ეხლა მე უნდა გამოვიცნო? ხო. დავია. აიცადე? აუ. იგივე ფილმია? არა. აჰა. მე ვიცი. აჰა. მე ვიცი. კაზა. ეს ვიცი. ვატანა! ეგ არის. ვი? ჯოტია ცავა. ხო, რეკორდი. ეხა ბაჩო უხსნის ილოს. ხო. არ დაგავწა გაიხედე იქით არ გამოჩნდა. ჯიბეში ჩაიცურო. იმათაც არ დაინახონ, იმასაც დაუკვირდა. არა, ნუ ჩვენ არაფერი შეიცვლება, ჩვენ თუ დავინახავთ. ხო, მაგრამ თქვენ არ ამბობთ ვერსიას. კარგია. და წინაზე წამოწდა. შეგიძლია ილოს. აბა, ილო. ილო შემოტრიალდი. აჰა. მაგ ჟანრში ძლიერია თან. დატენაორი. აუ. აჰა. მე 7-ზე არ გაჩერდა. მე ვიცი რა. მე 7-ზე არ გაჩერდა. თორე დაგვერთა. უკანაჩა! ეგრეს რო და ეტეში რო ჩატენა 7 ეს არის 13-მდე რო ასულიყავი. შეიძლება 13 მე თქვა ფილმი. არა, 13-ზე მაშინ ესე ხო, 13-ზე. და გიშ. კარგი ესე აბა ეხლა ვინ? ახ, იპოვნა პირდაპირ ამბავი. 1 2 3 დავტრიალდი. მე ვიხედები ხო რატო დავანახე. და ნინა მოდი რამე საინტერესო მოდი მე თვითონ მიხალისებ ისეთებს გავაკეთებ რომ აბა თუ გამოიცნო ხო რა ჩვენ რამე გავერთოთ ძმებო რა მოდი აქ შევკრათ კეთილ მართლა მოგებისთვის ხო არა? აბა რა. ეს გავიგე რა იყო ეს გავიგე დავჭი რა ფილმშია რო აფსამენ თავზე ხო მაგრამ რა თქვი? რო აფსამენ თავზე დაფსმა გავაკეთე ხო მაგრამ და რა არის? აი რამე სხვას გავაკეთებ მაცადე ფილმი მეთქი გამოიცნო და გავკიშდი ფილმს ქვია ეგრე. მაისა რაში ერთ წუთით რამეს ისეთ ხო ეს კინო უფრო მომწონს ვიდრე ისა ნატრისხე აბა რა ნატრისხე ხო ეს ჩაი ევოლუცია. ისე მე ძალიან მიხარია რომ ბეტმენი არ შემხვდა მართლა მეორე ეხლა ილოს მივცეთ საშუალება რომ ბაჩომ გაიხედოს ცეგა აჰა. არის მარტივი ვარიანტიც, არის ისეთი ვარიანტი. ორი დარჩა ჩვენ ხორთული გზებს ვიხდით ხოლმე. რა თქმა უნდა.
ბიჭო რა უნდა ეგარი ვერცი ცოტა გავართულებთ ეს მაგრამ გავართულე ხო მე და მე რჩება ბაჩო გაიხედე ნიკო შენი არ ვუყურებ ეხლა კარგი რა გჭირს რა შინაური მაინც არ ვიყოთ რა ემს დანახვა რომ დონო აქამდე ხომ ეცოდინებოდა რა წერია კი ანაირი ბიჭია რა ისგონი მაყურებელზე თამაშობს მარტივად გიხსნებრევე არ გვინდა ეხა მიკიბ მოკიბო არა ის რო აჯდება ის რა ქვია alien და predators ის არა ეგ არ არის რას ლაპარაკობ რამპაპი დარარა ჩიკ ბუმ ეს არის ფილმი ნიღაბი შენგა გაკეთებული ეს ნომერი ჩიკ ბუმ აი ეგრე რომ ეს მე რო ერთ გადაცემაში გაკეთებული ეგრე უნდა დამეწყო ხო და აი ეგ ბაჩო ახსენი შენ სხვანაირად ვერ ახსოვს ბოლო შანსი რომ ერთი ქულა კიდე მოიპოვა აბა ეგ ხო ეგ არის რაც გონია ის არის ხო რაც წევი ხო მეც მარტი ეგ გზა არის ასე ხარ ამაგრა გააკეთე ის პერსონაჟი წინა რომ ამას რო აკეთებდი ის გამახსენე ვანიკო რო ნომერი გააკეთებდი ფილმი კი არა ჩერის და მე გმადლობ ილიკო არაფერს ტერმინატორი დადადამ დადამ მუსიკით დადადამ დადადამ უხოვანებ რა ნამაბრინდა მეც ვიყო შენ სეზონში გადარგული ხე ვიყო ნანინანა გავიგე და მუსიკას დავადე მეტი რა გავაკეთე ხევისბერი გოჩა ხევი-ბერი ეს რომელია ჩელენტანოს რაფია ჭირვეულის მორჯულები კი ბატონო აქ აღარ არის გასულდა ჩვენი თამაში ორნელა ფრე არის ხო ჭირვეულის მორჯულება მართლაც რომ მოკლედ აქ მეგობრობამ გაიმარჯვა ჩემო ბაჩო წინა ჩვენ მოგიგო ყველაფერი ბატონო კი აბა რა ყველაფერი გამოვიცანე ფილმების შემდგენელს რომ ასეთი მარტივი ფილმები დაგვისახა და ჩვენ გადავიწიოთ კიდე ერთი ნაბიჯი წინ და კიდე ერთი თამაში უნდა შემოგთავაზოთ ის შემდეგში ვის კონცი რო გაგვიმზადოთ მოვიგეთ პირველად დაფიქსირდება ჩვენ შოუში რომ სტუმარმა წააგო მოდი დღეს გავაუცოთ სტუმარი შემაყურეთ მოდი შემდეგ თამაში გვია face control ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვა მიდებობანა ანუ face control-ი მიდებობანა ჩვენ ენაზე face control-ი ისე უგუნდებათ ვართ დაყოფილი ნუ შენ ხარ ერთ-ერთი დახუჭული და ჩვენგან ერთ-ერთი დახუჭული ანუ სათულე გვეკეთება არ ვიცით რა ხდება გარემოში და ჩვენი მეწყვილე სახეზე სხვადასხვა ნივთს გვადებს ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა ნივთი ანუ face უხამსობებს არ ვართ პირდაპირ გეუბნები წყნარად ვიყავ ანუ რამე უხამსოს არავინ მოგვადებს დაწმუნებული გამოვრით შეგვიძლია ნ კი აბა შეგვიძლია მომემზადეთ მაშ ასე მეგობრებო ამ თამაშს ქვია face control-ი აქაც ორ ჯგუფად ვიყოფით მე ისევ ტრადიციულად მე და ნიკო ჩემი განუყრელი ესე ჩამოყალიბდა არა შენ და ილო ხართ ავანგრიოთ აბა რა თვალები გაქვთ დახშული ასე ვთქვათ აი ასე ხო ამ შემთხვევაში ხო ჯერ შეგვიძლია აიხშო ისევ გველაპარაკოთ და თამაშის წინ დაიხშო ჩვენ სხვადასხვა ნივთებს მოგადებთ სახეზე და თქვენ უბრალოდ უნდა გამოიცნოთ რა ნივთია ეს ის უფრო მეც გამოიცნობს ის იქნება გამარჯვებული გუნდი მზად ვართ დაიხშეთ თვალები ორივე კი დახურეთ და ინფორმაციო ღრუსავი თქვი ახლა აბა წავიდა აბა მოდი ილო ავარჩიოთ მოდი აბა ბიჭო სიცილით შეგვიძლია მივხვდეთ რამდენად მარტივით მოდი დავიწყოთ ხომ ალბათ რაღაც რა ვიცი რაღაც დავეხმარო მოდი ახლა ერთმანეს დავეხმაროთ ჩვენი სიცილით შეგვიძლია თუ იმათი სიცილით ჩვენი სიცილით გავიგებთ ბიჭო მოდი სტუმარი რო არ გავაწვალოთ ჯერ ნიკოს მივადოთ კი ბატონო ეცადე
გაჩერდი? სადმე იხარ ბიჭო? ის უკვე? გაჩერდი? ხელით არ უნდა შევეხოთ, ხო? შენი ხელი. მოგაი რა. რა წარმოგედგენა გაქვს შენ ვანიკოს ხელზე? აი რა და მოიცა გაიჭირე. აქეთაც რაღაცა აქვს ბიჭო. ეხლა რომ შენადებ ნივთს სახეზე თუ ეს სახესადებს შენ ნივთს? ეგრეთ შეგიძლია ეს აბა. აქეთა უფრო მგრძნობიან რელო. მოიცა თავი და ბოლო მაჩვენე სადა აქ. ახლა სად ჟილკობ? ხო. ანუ სამაგად ისეთი კრეატიული ჟილკობაა რომ მოიცა ეხლა შემიძლია ვთქვა თუ ჯერ მოწინააღმდეგესაც უნდა აჩვენოთ და თქვი თუ გინდა, მაგრამ ჯერ არა მაგ მოწინააღმდეგესაც გაქვს ვერსია ეს. და მე იქნებ ორივემ შენ როგორც გინდა მიაწოდე. აბა მე პირდაპირ ჟილკობით ვარ და აი მაიცა ეგრევე ჟილკობით არ დავიწყე. იცი რა მაინტერესებს ანუ როგორ აი რაცა მანქანა მაშინ მეც ჩამომკიდე აბა ხელით არა. ზახე აი ეს აბა ჟილკობა. ყურზე ჩამომკიდე და კიდე ესეც არის ესეც ესე ზედმეტია რა მე ამდენი არ მიგულავია. აჰა კარგი. კაი აბა ვერსიები თქვით ხო რკინის მავრთული არის და კვალი რა შეიძლება იყოს ეგეთი ამაშია საქმე თორე. სადღვები იმისი რაღაცა კვერცხის კვერცხის. კარგი, გასაგებია თქვენი პასუხი თქვენ? არა რას გვეტყვით რა არის? კაცი პასუხი მაქვს რა თვითონაც დამეხმარა გამიმყარა ჩემი პასუხი. მიდი. საკიდი ჩამომკიდე ყურზე და მოიხსენით აიხშეთ თვალები. გოგლი მოგლი გიყვარდა. თუმცა ბაჩოც არ იყო შორს, მე ბავშვობაში აი ესე ვთქვი. ყურზე ჩამომკიდე აი ის რო იძახდა რომ ვიჟილკო და ბარემ ყურზე ჩამოკიდე უკვე გამიმყარდა ჩემი აზრი. მე ვიჟილკე თავიდან მე გკიდებდი ამებს. მომისმინე იცი რას ვფიქრობ მე აა პირიქით რომ იმას აქნათ ინტერესი რო არის შეგვიძლია ეგრეთ კარგი ეგრეთ რომ სადოთ. ინტერესი არ იყოს დაიხშეთ ვერ უნდა გამოიჩინო კარგი, აიღე ილო ნივთი და გიტოვებ გრიგოლიას. აიღე და შემიტია ილო. ოღონდ თქვი ვანიკო ყურადღება მიაქცია ყვაფში არ მიადო და მოატყუე ვანიკო შენახარ ახლა ჩემი თვალები მე ვარ კი. აბა მოვიდა რა არის რა არის ხო როგორ გავ სადა ხარ არა ეხა მართლა გადავალთამაშე თავი და არ მომადოოდა არ მოგადე ვიწყებ 3-4 მიდება. აისა ბიჭო მოიცა ერთი წუთი მოიცა ერთი წუთი ბიჭო რა ვარიანტი გინდა თქვა არა ამოგასუნ თქო რაღაც სხვა მე რეგისები ეს რა არის ეხა როგორ ახარ გრიგოლია საერთოდ ვიცი ეს ნივთი რა არის როგორ ახარ გრიგოლია როგორ რა შვრები ბიჭო აი რა არის ეგეთი საყოფა ცხოვრება ნივთია. როგორ მოიცა ბიჭო გეყოფა საკმარისი ეხა იქითო. კახობენ ეხა მე ვარე. მოდი ინტერესი რო დავგზავნოთ მაინც მე სტუმრისკენ ვარ და ესე და ბაჩო აბა შენ ხმა ვიცი დაახლოებით რა არის აი რა ვიცი რა არის აბა ვერსიები. ბაჩო მართლა დადიოდა ამ თამაშზე. ისეთი დამყარებული. კი. ხორცის გასატარებელი მანქანა მიღებულია პასუხი თქვენ? რა ხორცის გასატარებელი აუ ტაში დაუკრეს დავიწით. და შენ ისე ქონდა ხელი ვერსია არა მაქვს მაგრამ ვერც ხორცის მოიხსენით აი ეგ არის ხორცი. იჟარა ხო არ გეგონა შე ყურში რო გიყვირა აი მე ხმაზე მივიდა ბაჩოს აქვს საკაიფოდ დამუღამებული ისა რა თქვი ეს თამაში. ყველა სახის ორგანოს იყენებს როგორ გამოიცნოს. აუ ამის ხარ ამეში რო აგერიოს არ არსებობს მართალი მეთან ყურში გიყვიროდით დაიხშეთ მაგრამ გამომივიდა დაბნევა ესე კი ხორცის ვანიკო ამჯერად შენ არჩიე კაი მე ავარჩევ. მოდი ჩვენივე პარტნიორებს დავადოთ ჯობია. მოდი გადებ გაჩერდი მოიცა ბიჭო რაც მადებ ძაბა უნდა მოგადო. პირდაპირ ბიჭო ნუ არ ვთხრებ ეგრევე გეჭიროს თვალებზე დამცხა ეგ ერთი მიდება იყო? არა, აქით არა გამყავს დრო ბიჭო რა იყო შესკენ. ეგ ორი მიდება.
სხვა მხრიდან მომადე ხა. რა მაგნეტის მოდების უფლება და იმით. კეფით მაქვს ვერსია. ვანიკო კეფით. მოიცა. აღარა მაქვს ვერსია. გაკ ის პირველი ვერსია, პირველი ვერსია. აღარა მაქვს. მიდი შენს პარტნიორს მიადე. აი ეგრე უეჭველი მიხდებოდა. ეგრე კი თუ გადარჩებოდა. თუ გადარჩებოდა მიხდებოდა. ხარ გავრისო მართლა. არ დამავიწყეს რას ფიქრობდი კი ხო? რა შენ ბაჩო მოგადეს უკვე შენ მე მივტყავენ თავში აჰა მე მივტყავენ თავში მოიცადე მოდი გააჩერე მოდი შეთითო მოდი შეთითო შენ გააჩერე აკონიცის დამუღამებულია გემოთის ინჯოს გაიგენა გოი რა გემოთის არ ენასადე რა ვიცი რაც არის რა არის მაიცო ჯერ არ დაუკრატქვაში არ დაუკრატქვაში ხო პირველი ვინ ინდა დავითვალოთ 3-მდე და ერთად თქვათ 1 2 3 ტაფა აგური ტაფა იმა რა ტაფა ბიჭო 3-მდე არის ის იმა ტაფა მეგო აი სტაფა არა სწორად ე ბატონო 1 2 და ამან ტაფა ნუ მაშ ასე მეგობრობამ კი გაიმარჯვა ამ თამაშებში ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო და თანაწამყვანებო და სტუმარო თუმცა გამარჯვებული მაინც სტუმარია რა თქმა აი ესე ფრეზე სტუმარი იმარჯვა არა ხო ფრეზე სტუმარი იმარჯვა ფრეზე სტუმარი იმარჯვებს იმიტომ რომ ჩვენ ხო მასპინძლები ვართ ეგრე თუ იყო რას მაწვალეთ ერთი ქულის მოგება საკმარის დიდი მადლობა ბაჩო რომ მობრძანდით დასალოკინეთ ნიფტები. შენ ჩვენგან გადმოგეცემა უпроსტოდ ლიდერ ბეთისგან ლიდერ კარდი რომელსაც 500 ლარი არის დარიცხული და მადლობა ავშენდი მადლობ დიდი მადლობა ბაჩო გავაცილოთ ბაჩო დიდი მადლობა ახალისო იყო შენთან თამაში წარმატებებს გერბების იმაში ვარ და ჩვენი ტრადიცია სხვათა შორისო სტუმარი ზის და ჩვენ გაგვყავს ის დამჯდარი და არა ეს მოდი ეს ტრადიცია დღეს დავარღვიო დღეს დავარღვე და ისე დაგემშვიდობებ ძალიან დიდი მადლობა კარგად დიდი მადლობა